ეს აგზის მამა თეიმურას ქორიძე ადამიანი რომელიც ავით ძალიან გვახარებს მისი არსებობით დიდ მადლობას მოგახსენებთ მამა მობზანებისათვის იმისათვის რომ ჩვენი მეგობარი ხართ და ის ადამიანი ხართ აი რომელიც ადამიანიც აღწნეთ რომ შემოგხედავენ ხო ყველა სიკეთისკენ მიდის და არა ბოროტებისკენ და დიდი მადლობა ამისათვის და აი ღმერთმა დაუშვა ისო თქვენ აქ დარიყავით კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა თქვენ სულ იქნებოდით რომც რაღაცა მოგსვლოდათ აუცილებლად ჩვენთან ზეციდან მაინც მაგრამ აქ რო ხარ ძალიან გვიხარია და დიდი მადლობა ამისათვის მამაო თქვენ მადლობა ღმერთს და თუ შეიძლება თქვენ ლოცვისთვის ხო ამასთან დაკავშირებით მამაო თუ გვეტყვით კიდე რაღაცას რომ აი როგორი რთულია და როგორი წამია ცხოვრება რომ შეიძლება ვეღარ გაგათენდეს ხვალ და ჩვენ რას ვაკეთებთ დღეს როგორ ჭამთ არაფრის გამო ერთმანეთს აი იმ ყველაფრის გამო ჭამთ ერთმანეთს რაც შეიძლება აქ დარჩეს შემდგომ და წარმოგიდგენთ აი რას ფიქრობდით აი თუნდაც აი გარდაცვალების წინ ხო ემზადებოდით იმისაც რომ მოკვდებოდით ხო წარმოგიდგენთ აი რა ფიქრი შემოგიტია და აი რა გაუფასურდა თქვენში აი რაღაცა ხო აი რომ დღეს შენთვის ის ფასეული აღარ არის საერთოდ აი რაღაც მატერიალი როგორც რომ გინდოდა ბინა რაღაც აი თუ შეიძლება რა გაუფასურდა კიდე რა ეს აი შემიძლია ძალიან მარტივად თქვა რომ ყველაფერი გახდა ამაო სიყვარულის გარდა როცა ადამიანი სიკვდილის სარეცელზე ხარ მაშინ ხვდები რომ ერთადერთი რაც კი დაგრჩენია და რაც კი მიგაქვს არის სიყვარული დანარჩენი ყველაფერი ამაოა დანარჩენი ყველაფერი ამქვეყნიურია გახსენდება ყველა წყენა როგორც პირადი ასევე ის წყენა რომელიც სხვას შეიძლება მიაყენე ის რაღაცნაირი განსაცდელი რომელიც შეიძლება შენი ქმედებით სხვას მიანიჭე ან ის განსაცდელი რომელიც შენ შეგხვდა ეს ყველაფერი თავს იყრის შენში სადღაც ნანობ სადღაც ელოდები ღმერთთან შეხვედრას სადღაც იმედი გაქვს იმის რომ მას აუცილებლად იხილავ იმიტომ რომ ამ იმედით ცხოვრობს ადამიანი მაგრამ ერთადერთს დანამდვილებით ხვდები რომ არაფერი არ არის ადამიანის ცხოვრება სიყვარულის გარეშე და აი აბსოლუტურად ყველა წამი ამაოა სიყვარულის გარეშე ჩვენ ვცდილობთ რომ დავიმკვიდროთ ჩვენი თავი აი ამ სამყაროში ვცდილობთ რომ ვიყოთ კეთილსინდისიერი კარგი მოქალაქეები ამ ქვეყნის მაგრამ გვავიწყდება ის რომ ამ სოფლიურ ცხოვრებას აქვს დასასრული შეიძლება დადგეს ზუსტად ერთ წამში ისე რომ ადამიანმა ვერც გაიგოს ეს ვერც შეიგრძნოს ვერც მიხვდეს ისე დადგეს მის ცხოვრებაში აღსასრული და სანამ ხარ სანამ ცოცხლობ სანამ ჯერ კიდევ სუნთქავ ადამიანი იქამდე ყველა სუნთქვა სიყვარულით უნდა გაჟღინთო და ყველას უნდა მიანიჭო ეს სიყვარული არაფერი არ ღირს ადამიანის ფასად არაფერი ამ სამყაროში ეს შემიძლია დანამდვილებით გითხრათ იმიტომ რომ ნახე სიკვდილიც და ნახე სიცოცხლეც და შემიძლია თქვა რომ სიყვარულის ფასად და ადამიანის ფასად არაფერი არ ღირს სამყაროში საერთოდ არაფერი ყველა სიტყვას უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი რომელსაც წარმოთქვამს სიტყვა ძალიან ძვირფასია რამ არის შეიძლება მუშტმა ხელით შეხებამ ვერ გატკინოს და გავრნოს ისე ადამიანს ან ხმალმა ან מחვილმა ვიდრე სიტყვა ყველაზე ძვირფასია და აი ამ სიტყვას უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი იმიტომ რომ ეს სიტყვები რომელიც გრძნობებად იქცევა ადამიანის გულში დარჩება საბოლოო ჩვენგან და გაყვება საბოლოოდ იმ მარადისობაში დანარჩენი ყველაფერი ამაოა დანარჩენი უბრალოდ არის მოძრაობა და მოძრაობა ერთადერთი არის სიყვარული რაც გრჩება და რაც მიყვება აი ეს ნახე ეს განვიცადე და თავიდან ღმერთს ვთხოვდი კიდეც იყო ესეთი შემთხვევა რომ ვთხოვდი რომ იმდენად საშინელი ტკივილები მქონდა რომ გამიყვანე ღმერთო გამიყვანე ამ წოთის სოფლიდან და არინება ეს უფალმა და შემდგომ იყო როცა ჩემი მეუღლე შემოვიდა ჩემს სანახავად მე ეს არ მახსოვს უკვე მოყოლილი ვიცი რომ მას შევპირდი თურმე რომ დავბრუნდებოდი არ არსებობდა 1%-იც კი ჩემი გადარჩენის მაგრამ დღეს აქ ვარ როგორც ახსენეთ და თქვენთან ერთად ვარ და მხნედ გრძნობ და ძალიან კარგად საკუთარ თავს ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი მასწავლებელი პირადად ჩემთვის და ჩემს გარშემო მყოფთათვის იმიტომ რომ ამ ყველაფერმა ერთი რამ დამანახა ადამიანი არაფერი არ ხარ ერთ წამში დამთავრდება ყველაფერი თუ კი რაიმე ხარ ეს ხარ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომელიც სიყვარულიც გაეცი აი ამის გამო ხარ შენ ადამიანი რომ სიყვარულის გაცემა შეგიძლია დანარჩენი ამაოა ტყუილად ზრუნავთ
და მამო აი რა არის ისეთი რომ აი რაც უნდა გავითვალისწინოთ ხო ვიცი რომ ძალიან ბევრი აი რაღაცა მომენტები არის რომ აი შენი ადამიანური იმიდან გამომდინარე აი რომც გარდაიცვალო და უკან დაბრუნდე მაინც ვერ